წარმოიდგინე ასეთი რამ. გვაქვს რაღაც უზარმაზარი ბლოკბასტერი. აი ნამდვილი შედევრი, რომელმაც ფაქტობრივად მთელი ერის დნმ ჩამოაყალიბა, ტექსტი, რომელმაც წარმოუდგენელი გავლენა მოახდინა მსოფლიო ლიტერატურაზე და გადაურჩა 8 საუკუნის განმავლობაში მომხდარ თითქმის ყველა შესაძლო კატასტროფას თუ შემოსევას. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს მისი არც ერთი ორიგინალური გვერდი. ზუსტად, საერთოდ არც ერთი. და დღეს ჩვენი სიღრმისეული განხილვის თემა სწორედ ეს არის. ვშლით მასალებს ტექსტზე, რომელიც ხშირად სამწუხაროდ რაღაც მტვრიანი სამუზეუმო ექსპონატის, ან უბრალოდ სკოლაში დაძალებით სასწავლი მასალის კატეგორიაშია გამოკეტილი. ხო, ალბათ უკვე მიხვდი, შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანზე უნდა ვისაუბროთ. კი, და ჩვენი დღევანდელი მისია სწორედ ამ სტერეოტიპის დამსხრევაა. ანუ, როდესაც რეალურად უღმავდები ამ ტექსტის ისტორიულ კონტექსტს, მის სტრუქტურას, ფსიქოლოგიას, აღმოაჩენ, რომ ეს არ არის უბრალოდ ძველი წიგნი. ეს არის რაღაც წარმოუდგენელი მათემატიკური სიზუსტით აგებული და ემოციებით დატვირთული ტრილერი. ნამდვილად. ნაწარმოები, რომელიც შენთვის დღესაც ზუსტად ისეთივე აქტუალურია, როგორც ხო იცი საუკუნეების წინანდელი მკითხველისთვის იყო. მოდით ეს დეტალურად განვიხილოთ და დავიწყოთ იმით, რაც ალბათ ყველაზე მეტად დაუჯერებელია ამ ისტორიაში. ანუ ამ წიგნის ფიზიკური გადარჩენის ამბით. იმიტომ რომ ეგ უკვე თავისთავად რაღაც ცალკე ეპოსია. პოემა იწერება მე-12 საუკუნეში, თამარ მეფის ეპოქაში. მაგრამ როგორც უკვე ვახსენეთ, ავტორისეული ორიგინალი უბრალოდ არ გვაქვს. არ გვაქვს, დიახ. და ამას სავსებით ლოგიკური და თან ტრაგიკული ახსნაც აქვს. მოდი გავიხსენოთ საქართველოს ისტორია, ხო? ჯალალედინის შემოსევები, მერე ხვარაზმელები, მონგოლთა ურდოები, მოგვიანებით სპარსელების და ოსმალების გამუდმებული თავდასხმები. ქვეყანა ფიზიკურად ფერფლად იქცეოდა საუკუნეების განმავლობაში. და ბიბლიოთეკები ალბათ პირველი სამიზნე იყო, რა? აბსოლუტურად. ხელნაწერები ნადგურდებოდა. ამიტომაც არის, რომ ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ძველი სრულყოფილი ხელნაწერი მხოლოდ 1646 წლით თარიღდება. 1646 წლით? მოიცა, ანუ თითქმის 500 წლის მერე. კი, მამუკა თავქარაშვილის მიერ არის გადაწერილი. წარმოიდგინე, მანამდე სტანდარტიზებული ვერსია არ არსებობდა. მხოლოდ 1712 წელს მოახერხა ვახტანგ მეექვსე მისი პირველად დასტამბვა. და ამისთვის მას დასჭირდა უამრავი სხვადასხვა ხელნაწერის შეგროვება, მათი ერთმანეთთან შედარება, რომ ტექსტი რამენაირად აღედგინა. საოცრებაა. და იცი რა არის კიდევ უფრო მისტიკური? მარტო ტექსტი ხო არ არის დაკარგული. თავად ავტორის შოთა რუსთაველის არსებობაც რაღაც საედუმლოებით არის მოცული. წყაროებში ვკითხულობდი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკის ისტორიას და ეს ნამდვილ დეტექტივს გავს. ტიმოთე გაბაშვილმა 1754 წელს აღმოაჩინა იქ ეს ფრესკა. მერე 1845 წელს ნიკოლოზ ჩუბინიშვილმა ფანქრით გადმოიხატა. მაგრამ მერე ქრება, ხო? ზუსტად. როდესაც ცნობილი მკვლევარი ნიკო მარი 1899 წელს ჩადის იერუსალიმში ფრესკის სანახავად, ის იქ აღარ არის, უბრალოდ წაშლილია. ან მიზანმიმართულად გადაღებილი. და ეს სიცარიელე 10 წლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. ხოლო 1960 წელს შეძლო ქართველ მეცნიერთა სპეციალურმა ექსპედიციამ ამ ფრესკის ხელახლა აღმოჩენა. ირაკლი აბაშიძე, აკაკი შანიძე და გიორგი წერეთელი იყვნენ ამ ექსპედიციაში და მათ მოახერხეს მისი გაწმენდა. როცა ამ ისტორიას ვეცნობოდი, იცი რამ გამიელვა თავში. ეს მაგონებს ადრეული კინემატოგრაფიის ისტორიებს. ხო იცი, როდესაც დაკარგულ ფილმებზე საუბრობენ. წარმოიდგინე ფილმი, რომლის ერთადერთი ორიგინალის ფირი ხანძრმა გაანადგურა, მაგალითად რაღაც რეჟისორის ვერსია. მაგრამ ფანატებს ეს ფილმი იმდენად უყვარდათ, რომ თითოეული კადრი, დიალოგი ზეფირად დაიმახსოვრეს და თაობიდან თაობას ასე გადასცემდნენ. ძალიან კარგი შედარებაა, კი. მაგრამ აი აქ ერთი დიდი ლოგიკური პრობლემა მიჩნდება, იცი? ენთუზიაზმი და სიყვარული გასაგებია, მაგრამ რეალისტურად რომ შევხედოთ, როგორ ახერხებს ერი დაიმახსოვროს 1600 სტროფიანი ტექსტი. ეს ხომ ლამის ტელეფონის ცნობარი სისქეა. თან ასეთი წარმოუდგენელი სიზუსტით, მარტო სიყვარულით ამხელა ინფორმაციას ადამიანის ტვინი ვერ შეინახავს, რაღაც სხვა მექანიზმი უნდა იყოს ამის უკან, არა? აი სწორედ აქ მივდივართ პოემის ფარულ არქიტექტურამდე. იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ვნება და ემოცია.
ეს არის, ასე ვთქვათ, უმაღლესი დონის ინჟინერია. აკადემიურ წრეებში ძალიან კარგად არის ცნობილი აკადემიკოს გიორგი წერეცლის კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ტექსტის სტრუქტურა ეხდნობა ოქროს კვეთის პრინციპს. ოქროს კვეთის? მოიცა, ცოტა დავიბენი. ტი, ღვთაებრივ პროპორციას რასაც ეძახიან. 1662 სტროფიდან 863 სწორედ ამ მათემატიკურ მოდელზეა აგებული. მოდი ეს ცოტა დეტალურად ავხსნათ. მე ოქროს კვეთა სულ ფერწერასთან და არქიტექტურასთან ასოცირდებოდა. ანუ, როცა თელი იყოფა ორ არატოლ ნაწილად ისე, რომ დიდი ნაწილი ისე შეეფარდება თელს, როგორც მცირე ნაწილი დიდს. და ვინჩის ნამუშევრებშია ეს ბუნებაში ხვდება, თუნდაც ლოკოკინას ნიჟარაში, მაგრამ პოეზიაში როგორ მუშაობს, ხო? ხო, ვიზუალური ფორმულა სიტყვებს როგორ უნდა მიუსადაგო. ეს არის ყველაზე მომაჯადოებელი ნაწილი. რუსთაველი იყენებს შაირის საზომს, რომელიც 16 მარცვლიანია, მაგრამ ის ამ 16 მარცვალს უბრალოდ კი არ მიუყვება ერთფეროვნად, არამედ რიტმულად ყოფს. მაგალითად, 8-8, ან უფრო რთულ ასიმეტრიულ ფორმებად. და როდესაც მთელი პოემის სტროფების განაწილებას აანალიზებ, ხედავ, რომ ეს რიტმული პაუზები ქმნის იდეალურ ჰარმონიას. ვაუ, ანუ რითმია მთავარი საიდუმლო. ზუსტად. ეს მუსიკას გავს, რომელიც ადამიანის ტვინის ნეირონულ ქსელებს ეხამება. ტვინი ბუნებრივად ბევრად მარტივად იმახსოვრებს იმას, რაც ჰარმონიულია და ემორჩილება სამყაროს კანონზომიერებას. ამიტომაც შემორჩა ის ხალხის მეხსიერებას ასე კარგად. საოცარია, მაგრამ აქ მინდა ცოტა სკეპტიკური ვიყო მსმენელის სახელითაც რომ ვიკითხო. გინა მითხრა, რომ მე-12 საუკუნეში რუსთაველი იჯდა, საანგარიშოთი ხელში, მარცვლებს ითვლიდა და მათემატიკური ფორმულებით აწყობდა პოემას. ცოტა არარეალისტურად ხوارშხერს. იქნებ ეს უბრალოდ გენიოსის ინტუიცია და ქვეცნობიერად გრძნობდა ამ რიტმს. ეგ არის კითხვა, რომელზეც მეცნიერები მუდმივად დაობენ. ინტუიცია ცხადია უდავოდ მნიშვნელოვანია გენიოსისთვის. მაგრამ მოდი ფართო სურათს შევხედოთ და გავითვალისწინოთ კონტექსტი. მე-12 საუკუნის საქართველო არის რენესანსის საწყისი, ფილოსოფიის ზეობა. ავტორი არის უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი. კი, ეგ ტექსტიდანაც ჩანს. ობარა, ის ფლობს ფილოსოფიას, ნეოპლატონიზმს. პროლოგში თავადვე წერს, შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგიო. ანუ, მისთვის პოეზია არ არის მხოლოდ გართობა, ის სიბრძნის მეცნიერების ნაწილია. ასე რომ სრულიად დასაშვებია, რომ ის ამ ჰარმონიას გააზრებულად მათემატიკური სიზუსტით იყენებდა. გასაგებია. გამოდის, რომ გვაქვს მათემატიკურად სრულყოფილი, ფაქტობრივად გაუნადგურებელი კონტეინერი. მაგრამ ის, რაც ამ კონტეინერში დევს თავად სიუჟეტი, ხომ კიდევ უფრო დინამიკური და გასაოცარია. მოდი პირდაპირ ტექსტში შევიხედოთ, იმიტომ რომ დასაწყისი არის წარმოუდგენლად კინემატოგრაფიული. კი, დასაწყისი მართლაც შტამბეჭდავია. არაბეთის სამეფო, მეფე როსტევანი ხვდება, რომ სიბერე უახლოვდება, ვაჟი არ ყავს და იღებს ძალიან თამამ გადაწყვეტილებას. თახტზე თავისი ერთადერთი ქალიშვილი თინათინი ახავს. და აქვე ამბობს იმ ფრაზას, რომელიც დღესაც სლოგანივით არის ჩვენთვის, ლეკვი ლომისა, სწორია ძუ იყოს თუნ თხვადია. თან დაფიქრდი, ეს ხდება მე-12 საუკუნეში. ეპოქაში, როდესაც ბერგან ქალებს მემკვიდრეობის უფლებაც კი არ ჰქონდათ. აქ კი მეფე ამბობს, რომ სქეს მმართველობისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ნამდვილად პროგრესული იყო. სწორედ ეს ქმნის იმ უტოპიურ იდეალურ სამყაროს, რაზეც წყაროებშიცაა საუბარი. თინათინი ადის ტახტზე და მაშინვე იწყებს უზომოს სიმდიდრის გაცემას. მამის დარიგებაც ხომ გვახსოვს, რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია. ყველაფერი არის ძალიან ნათელი, მშვიდი და ჰარმონიული. და მერე ხდება ის, რასაც თანამედროვე ენაზე მკვეთრ მონტაჟურ გადასვლას დავარქმევდი. გაქვს ეს მზიანი ხალისიანი სცენა. როსტევანი და მისი ახალგაზრდა სპასპეტი, ავთანდილი, სანადიროდარია, ეჯიბრებიან ერთმანეთს, იცინიან და უცებ დინარის პირას ხედავენ სრულიად უცხო ფიგურას. იდუმალ უცხო მოყმე სტარიელს, შავი ცხენით და ვეფხვის ტყავით. ხო, წარმოიდგინე ეგ სცენა. კაცი ზის ცხენზე, ტყავი აცვია და ტირის ისე მწარე, რომ ცრემლებში სისხლიერება. და როდესაც მეფის ხალხი მასთან მიახლოებას ცდილობს, ის ხმასაც არ იღებს. სიტყვის უთქმელად, ფაქტობრივად ძალდაუტანებლად ხოცავს მებრძოლებს და უჩინარდება ტყეში. ჩვენ საერთოდ არ ვიცით ვინ არის. ეს ხო ნებისმიერი ფილმის იდეალური, ინტრიგით სავსე დასაწყისია.
აბსოლუტურად. და ეს გაუჩინარება იწვევს როსტევანის დეპრესიას, სრულიად იცვლება სიუჟეტის მიმართულება და იწყება ძიების ეტაპი. თინათინი სწორედ ავთანდილს აგზავნის ამ იდუმალი რაინდის საძებნელად და 3 წელს აძლევს ვადად. რაც უზარმაზარი დროა. ავთანდილის ეს ხანგრძლივი ძიება სრულდება გამოქვაბულთან, სადაც ის ჯერ ასმაც პოულობს და მერე თავად ტარიელს. და აქედან უკვე ვისმენთ ტარიელის ისტორიას, არა? ინდოეთის მეფე ფარსადანის კარზე აღზრდას და ნესტან დარეჯანისადმი მის სასიკვდილო სიყვარულს. ეს ფარული წერილები, ინტრიგები, მაგრამ აი აქ ერთმა დეტალმა აბსოლუტურად დამაბნია და მინდა კითხო. გისმენ, რა დეტალზე ამახვილებ ყურადღებას? მინდა ამ პერსონაჟების ფსიქოლოგიურ პორტრეტზე შევჩერდეთ. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ავთანდილ და ტარიელი არიან ფიზიკურად შეუბრალებელი, ტერმინატორებით დაუმარცხებელი მეომრები, ტარიელი ლომებს ხოცავს შიშველი ხელებით, როცა იბრძვიან არმიებს ანადგურებენ. თანამედროვე პოპ-კულტურაში რომ წარმოვიდგინოთ, რაღაც უემოციო და ცივსისხლიანი ტიპები უნდა იყვნენ. მაგრამ პოემაში ისინი გამუდმებით ტირიან. კი, ეგ ძალიან საინტერესო კონტრასტია. ხო, საყვარელი ქალის გახსენებაზე, გული მისდით. ერთმანეთს რომ ხვდებიან ცრემლებს ღრიან, როგორ თავსდება ტერმინატორივით დაუმარცხებელი მეომრისა და საოცრად სენტიმენტალური, ემოციურად დაუცველი ადამიანის ბუნება ერთ პერსონაჟში. ეს ბადებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას გმირობის კონცეფციაზე და ეს ალბათ პოემის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ფილოსოფიური შრეა. ის პირდაპირ უპირისპირდება გმირობის იმ გაგებას, რაც ხშირად დღეს გვაქვს, ემოციების ჩახშობას, რომ სიძლიერედ აღვიქვამთ. რუსთაველი პროლოგშივე, როცა მიჯნურობის წესებს ხსნის, გვეუბნება, მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს, ენა, გონება, დათმობა. ანუ მარტო ძალა არ კმარა. რა თქმა უნდა, ტექსტი გვასწავლის, რომ ნამდვილი სიძლიერე არა კუნთებში, არამედ უდიდესი ემოციის განცდის, თანაგრძნობის და მოთმინების უნარშია. იქ პირდაპირ წერია მიჯნური მტერთაცსა შეებრალების. თუ შენ არ შეგიძლია ღრმად ტკივილის ან ემპათიის განცდა, შენ არ ხარ ძლიერი. ამიტომ მათი ცრემლები სისუსტე კი არ არის, არამედ მათი ადამიანურობის და სულიერი სიძლიერის გამოხატულებაა. ვაუ, ეგ მართლა საოცარი კონცეფციაა. ფაქტობრივად, თანამედროვე ემოციური ინტელექტზე საუბრობს მე-12 საუკუნეში. და ვფიქრობ, სწორედ ამ უნივერსალურმა ემოციებმა და ფილოსოფიამ განაპირობა ის, რომ ვეფხის ყაოსანი გასცდა საქართველოს საზღვრებს და გლობალური ეკოჰფოა. ნამდვილად, პოემა ნათარგმნია 50-ზე მეტ ენაზე. ინგლისურად ორდროპმა თარგმნა, ფრანგულად ბროსემ, გერმანულად ლაისტმა, რუსულად ბალმონტმა და ბუაჩიძემ. ილუსტრაციებიც რომ გავიხსენოთ, სხვადასხვა ეპოხაში იქმნებოდა. მაგალითად, მიხაი ზიჩი 1891 წელს სპეციალურად ჩამოვიდა ამისთვის. მერე იყვნენ ლადო გუდიაშვილი, სერგო ქობულაძე, ხელნაწერები ოქსფორდში და პარიზში ინახება. და აქ მივედით ერთ-ერთ ყველაზე პროვოკაციულ თემამდე, რაც წყაროებში შემხვდა. ევროპულ კავშირებზე როცა ვსაუბრობთ, განსაკუთრებით საინტერესოა აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის კვლევა. ის ვარაუდობს, რომ რუსთაველის პოემა შესაძლოა შექსპირის პიესის ციმბელინის ლიტერატურული წყარო ყოფილიყო. კი, ეს საკმაოდ ცნობილი თეორია. მაშ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მსმენელისთვისაც რომ გავაანალიზოთ, როგორ შეიძლებოდა შექსპირს მე-16 საუკუნის ინგლისში წაეკითხა რუსთაველი. ეს პირდაპირი კავშირია თუ უბრალოდ იმის მტკიცებულება, რომ ეს ტექსტი ზუსტად ეხმიანება რენესანსის ეპოქის ევროპულ აზროვნებას? წყაროც ხაზს უსვამს, რომ ეს საკითხი დაწვრილებით შესწავლას მოითხოვს და ჩვენც ნეიტრალურად უნდა შევხედოთ ამას. პირდაპირი ტექსტური წვდომა ცხადია რთული წარმოსადგენია, მაგრამ სიუჟეტები და ფილოსოფიური იდეები სავაჭრო გზებით, დიპლომატიური მისიებით ვრცელდებოდა ევროპაში. მთავარი აქ სხვა რამეა, თუნდაც ეს პირდაპირი კავშირი სადისკუსიო იყოს, ფაქტია, რომ რუსთაველის იდეები ორგანულად ჯდება ევროპულ რენესანსულ სამყაროში. ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა ხომ ამბობდნენ, ეს ტექსტი თავად არის საქართველოს სულიო და ეს სული ევროპული აზროვნების იდენტურია. საოცარია, დღეს მართლაც უზარმაზარი ინფორმაცია გავიარეთ. დავიწყეთ ფიზიკურად დაკარგული ხელნაწერებით, გადავედით ოქროს კვეთის მათემატიკურ ჰარმონიაზე, განვიხილეთ ქალის თანასწორობა და მტირალი, მაგრამ უძლეველი მეომრების ფილოსოფია და რატომ უნდა აინტერესდეს მსმენელს ეს დღეს?
იმიტომ რომ ვეფხისტყაოსანი გვეხმარება გავიგოთ ინფორმაციული გადატვირთვის და სწრაფი ტემპის ეპოქაში ნამდვილი ღირებულებები, როგორიცაა სიყვარული, მეგობრობა, თანაგრძნობა და სტრუქტურული წესრიგი, უცვლელია. ზუსტად. ეს არ არის უბრალოდ ისტორია წარსულზე. ეს არის სახელმძღვარელო იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი ადამიანი ნებისმიერ ეპოქაში. ნამდვილად. და დასასრულს მინდა ერთი პროვოკაციული ფიქრი დაგიტოვოთ საფიქრალად. თუ მე-12 საუკუნეში დაწერილმა პოემამ, რომელიც უძველეს ეპოსს ჰგავს, თავის თავში ოქროს ქვეთის, მათემატიკური საიდუმლო და შექსპირის ეპოქის ევროპული აზროვნება დაიტია. კიდევ რამდენი ძველი კლასიკური ტექსტი დევს ჩვენს თაროებზე, რომლებშიც სრულიად სხვა მეცნიერული თუ ფილოსოფიური კოდებია ჩაშიფრული და ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვკითხულობთ მათ სწორად. დაფიქრდით ამაზე, როცა შემდეგ ჯერზე ძველ წიგნს გადაშლით.